ქორწინებამდე თანაცხოვრება დღესაც საკმაოდ აქტუალური თემაა. შეხედულებები განსხვავებულია ჩვენს ქალაქშიც. ზოგი ფიქრობს, რომ ეს მენტალური საკითხია და საქართველოს ქორწინებამდე სექსს დადებითად ვერ მიიღებს, ზოგის აზრით კი ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია. მე მგონი მისასალმებელია. პირველ რიგში უნდა შეისწავლონ ადამიანებმა კარგად ერთმანეთი და შემდეგ უნდა დაქორწინდნენ. რადგან ქორწინება ეს ალიაბალიობა არ არის. და უბრალოდ საქმე ძალიან რთული საქმის ბეჭებზე ადება არის, ტვირთის ადება და ეს თუ კი ვიცით და მზად ვართ ამისთვის ძალიან კარგი. უნდა დავქორწინდეთ ამ შემთხვევაში, თუ არა და არა. ინდივიდუალურია, მოდი ასე ვიტყვი, ყველა ადამიანს საკუთარი აზრი გააჩნია, ვისაც როგორ სურს ისე. თავისუფალი ურთიერთობის მომხრე ვარ მე პირადად. თავისუფალი ურთიერთობა კარგია, მაგრამ როგორც ასეთი სექსი არ არის მისაღები ჩვენთვის. არ შეიძლება ეგ საქართველოში შეიძლება მიუღებელი არც მიიღებს ქართველიერი მაგასთან. ძალიან ბევრი ოჯახი დადაინგრევა ეგრე. ოჯახი არ შედგება ფაქტობრივად. გამოკიდებულია ურთიერთობაზე. სულყოდ ეს ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია, რომ ვიქნებ ხასა საჯაროდ ამ საკითხის, ახლა თავისუფალ თემა არის, ახლა აქტუალური არის. იმედს ამ დროში მაგრამ ვიქნებ რომ მაინც ეს არის გადასაწყვეტი ზოგადად წყვილის, ვისაც აქვს ამის სურვილი. არ ვეთანხმებ. ჩვენი ტრადიციების გამო. აი აზრია ეს. რატომაც არ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეუძლია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა, ამ თემაზე საუბარი კამერებთან მაინც უჭირთ. სიტყვა სექსი მათთვის ევროპული გარყვნილების პროპაგანდასთან ასოცირდება და ამბობენ, რომ ჩვენ ევროპა არ ვართ სექსზე რომ ვისაუბროთ. მიუხედავად ამ ბუნებრივად სასიამოვნო და საჭირო აქტის მრავალი დადებითი მხარისა, სიტყვა სექსი მაინც ტაბუ დადებული რჩება.